ასობით ბაიკერი მიემართება დირბორნში, მიჩიგანში, რათა შეახსენოს ამერიკის ისლამისტურ ეპიცენტრს, რომ არა, ეს არ გამოვა. და რა თქმა უნდა, ამას ხელმძღვანელობს სკანდალური ჯეიმი ლენგი, რომელიც ძალიან უყვარს ისეთი კონტენტის შექმნა, რაც ხალხს აიძულებს უყურონ მას. მოტოციკლეტისტები უკვე წავიდნენ! მოტოციკლეტისტები აქ არიან! ჯვალოსნები! წინდიდებისკენ, აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ამ მოტოციკლეტისტებს და აი მოტოციკლეტისტი, რომელიც ამბობს სიმართლეს იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება. მოდიან ისინი. და რა თქმა უნდა, მიჩიგანის ხალხი ცოტა შეშინებულია. ან როგორც შეიძლება თქვათ, მიჩიგანის ისლამისტი მერები ამაზე ცოტა ნერვიულობენ. რატომ მიდიან ისინი? სწორედ ამაზე ვაპირებთ ახლა საუბარს, რადგან მოტოციკლეტისტების საზოგადოებაში დიდი ჭორი ვრცელდება, რომელიც დირბორნს, მიჩიგანს ეხება. ავიღოთ, მოგიყვებით რა ხდება და რა სიმართლეა იმასთან დაკავშირებით, ტოვებენ თუ არა მოტოციკლეტისტები სტარჯის და მიდიან დირბორნში. დაბა შეიძლება მოტოციკლეტისტები საერთოდ გამოჩნდნენ დირბორნში და რა დეტალები ამ ისტორიაში ცოტა უფრო გამოგონილი. გზაში ჩემს აზრსაც გაგიზიარებთ და რა თქმა უნდა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, როგორც არ უნდა იყოს. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. რატომ დირბორნი, მიჩიგანი? კარგი, პირველ რიგში უნდა დაბრუნდეთ 2 აგვისტოს. აქ ქალაქში ყოველწლიური სომხური ღონისძიება ჩატარდა. ეს რაღაც კავშირშია შიიტ მუსლიმებთან. კარგი, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ. მოკლედ, იქ მყოფი ერთ-ერთი კონტრპროტესტის მონაწილე თავს დაესხნენ. მისი სახელია ჯეიკ ლანგი. ეს დადასტურებულია. ასე რომ, ჯეიკ ლანგმა და მისმა ერთმა პასტორმა მეგობარმა გადაწყვიტეს, რომ ქრისტიანული ღონისძიების დღე ჩაატარო. კარგი, ეს 18 აგვისტოსაა დაგეგმილი. სტარჯისის ღონისძიება მთავრდება აგვისტოს 16. ასე რომ, ეს თითქმის იდეალურად ემთხვევა იმას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მთელი ამბავი არ არის. მოსალოდნელია, რომ ამ ქრისტიანულ ღონისძიებაზე 50,000-ზე მეტი ადამიანი იქნება და მოტოციკლისტებს ნამდვილად მოუწოდებენ, რომ დაესწრონ. სინამდვილეში, FF-მა პასტორმა, რომელიც ამ ყველაფერს აწყობს, მოუწოდა მოტოციკლისტებს, კლუბებს და მათ პრეზიდენტებს, რომ მოვიდნენ. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ თუ ისლამისტური ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ასე გაგრძელდება და მთავრობა ამას არ შეაჩერებს, ამას არ შეაჩერებს. იმ გზით, როგორც ახლა, იქნება, არ ვიტყვი, სამოქალაქო ომამდე მივა, მაგრამ სერიოზული წინააღმდეგობა იქნება იმ რელიგიური იდეოლოგიების მხრიდან, რომლებსაც არ სურთ ისლამისტების მიერ დაპყრობა.